მსოფლიო სათხილამურო სპორტის ვარსკვლავი ალბერტო ტომბა სვანეთის სათხილამურო შესაძლებლობებს აფასებს. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ტომბამ პირადად ისრიალა ახალ ტრასაზე. ლეგენდარულმა მოთხილამურემ და პრეზიდენტმა უშბას პლატოდან 3700 მეტრის სიმაღლიდან ერთობლივი დაშვება განახორციელეს. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი სტუმრობისას ტომბამ გუდაურის სათხილამურო ტრასებზე ისრიალა. სვანეთის მთები მსოფლიო ვარსკვლავმა ალპებს შეადარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ რეგიონს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. Hop. Yes. Good. Good. Okay, short soon. Okay. Okay. Huh? Good, it's not easy, this now, eh? No, I got it. Good, thank you. It's good. Just in Mont Blanc. ეს მთა ისეთივე ფანტასტიკურია, როგორც მონბლანი. შამონის მხრიდან სწორედ ასე ჩანს. იტალიაში კი ასეთ მთებს ვერ ნახავთ. ევროპაში მონბლანის გარდა არსადაა ასეთი. იტალიაში მართლაც ვერ ნახავთ ასეთ ადგილებს. არა, ასეთ დიდ მთებს იტალიაში მართლაც ვერ ნახავთ. ასეთი ხედები იქ არ გვაქვს. ალბათ უფრო შვეიცარიისკენ, არა? დიახ, შვეიცარიისკენ, ან უფრო საფრანგეთში. მართლაც მონბლანივითაა. ნამდვილად გავს მონბლანს. სიმაღლეც ისეთივეა. უშბას ფერდობიდან ალბერტო ტომბასთან ერთად დაშვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტმა ჰოსტელის ტიპის სასტუმრო დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც მაისში დაიწყო და ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმრო პირველ დამსვენებელს 1 აგვისტოს მიიღებს. რამდენიმე სასტუმრო და მესტიის ცენტრალური მოედანი, ეგრეთ წოდებული პიაცა, რომლის მშენებლობაც ახლახან დაიწყო, საბოლოოდ შეკრავს მესტიის ცენტრის არქიტექტურულ სახეს, რომელიც ცნობილი არქიტექტორის პიერ დენიერის დაპროექტებულია. ორთვეში იქნება ბათუმის პიაცას ხელა. ბათუმის პიაცას ხელა ხო გამოდი? მესტიის პიაცა იქნება ბათუმის პიაცა. ესე იქ იქნება ორი სასტუმრო, სამი სასტუმრო, რამდენი რესტორანი? თითოეულ სასტუმროს თავის რესტორანი აქვს. მაღაზიები? მაღაზიები დარჩენილი ფაქტი, მინიმუმ 6 მაღაზია გვექნება. ყველაც პადვალი ექნება რესტორანი. და ბათუმის პიაცასავით კონცერტები შეიძლება მოაწოდოს. მესტია გახდება ძალიან ძველი ტურიზმის ადგილი, მაგრამ უნდა იყოს ყოველთვის იაფის სტუდენტისთვის, იაფი დასაჩერებელი. სტუდენტისთვის, ახალგაზრდისთვის, ქართველის და უცხოეთის. მაგარი ბარიცა აქვს და კიდევ ახალი აშენებების უნდა. რაგინა ხოჭა ხობალია, მაგის იდეა იყო, ძალიან მაგარი რაღაცა. ძალიან მაგარი იდეა და თან შუახალხ სტუდენტები დაისვენებენ. აქ ქვაფენილი იქნება, რომელიც ჩაიკეტება და ვერ მანქანას ვერ შენება.